კუჭის შეკრულობა ეს უბრალოდ დისკომფორტი არ არის. მას შეიძლება ძალიან ბევრი თანამდები პრობლემები გქონდეს. ახლა ელემენტარულად შედარება გავაკეთოთ კვლავაც, ხო? მე არაერთხელ მithქვამს როგორც ნუტრიციოლოგს, რომ ჩვენ ერთ უნეტას თანვატარებთ, ხო? ანუ სწორნაწლავიდან იცლება ჩვენი ორგანიზმი და აბა გაიხსენეთ, როცა წყალი დაწყდება ხოლმე და რამდენიმე დღე წესიერად ვერ ჩავრეცხავთ უნეტას. როგორ ნალექს იდებს და მერე ძალიან ხშირად მისი გახეხვაც კი ჭირს ხოლმე. წარმოგიდგენიათ, როცა თქვენ ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში არის ეს შეკრულობა და ნალექი ზუსტად ანალოგიურად რჩება ჩვენს ნაწლავებზე, რა ვიცი, ვისაც გინახიათ ყოველ შემთხვევაში ხაშის ფურცელი, მართლა სანამ ბაზაში გაკითხებულს ნახავდით, როგორი ფხიკება წესით. ანალოგიურია ჩვენს ნაწლავებში და ამას შეუძლია როგორც უნეტასი გაჭედოს, ისე გაჭედოს ჩვენი ნაწლავების და მე როგორ წარმოგიდგენთ ეს უბრალოდ გაზები და შებერულობა